გაერთიანებულ ტექნიკურ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით კობახიძის მრჩეველი ლევან იზორია უხელმძღვანელებს. ინფორმაციას edu RSG ავრცელებს. პარალელურად ამ წუთებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პროფესორ მასწავლებლებისა და სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შენობაში კი ფაკულტეტების საბჭოს ხდომები იმართება, სადაც საბოლოო პოზიცია უნდა დააფიქსირონ ოცნების ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ტექნიკური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანებას გულისხმობს. პოლიციელზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს 30,000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა. ვნანობ რაც გავაკეთე ვიყავი ნასვამ მდგომარეობაში და თუ ციხეში არ გამიშვებთ გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას, უთხრა სასამართლოს დავით ჩარაშიძემ. მისი განცხადებით დაზარალებულს ბოდიში მოუხადა. ამერიკის საელჩომ შტატებში მყოფ საქართველოს იმ მოქალაქეებთან დაკავშირება დაიწყო, რომლებმაც შესაძლოა ვიზის ვადას გადააცილეს. საელჩოს განცხადების მიხედვით ისინი მოქალაქეებს მიაწვდიან შესაბამის ინფორმაციას და გააფრთხილებენ, რა შედეგები შესაძლოა მოხვეს ვადის გადაცილებას. ბათუმის საკრებულომ ავტობუსით მგზავრობა 30-დან 70 თეთრამდე გააძვირა. გადასახადის გაზრდა საკრებულოში ოცნების ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილების მიხედვით ის მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე უფასო პლასტიკური ბარათებით სარგებლობდნენ, ისევ უფასოდ იმგზავრებენ.